ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებული გაზეთი ივერიის დაარსებიდან 125 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ჟურნალისტებთან სპეციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მე-19 საუკუნის მოვლენები გაიხსენეს და გაზეთის საზოგადოებრივ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ილია ჭავჭავაძემ პოლიტიკურ ლიტერატურული გამოცემა 125 წლის წინ დააარსა. ივერიის პირველი ნომერი მთაწმინდაზე მაშინდელი შიოვის 5 ნომერში გამოვიდა. იუბილეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი უძველესი ნომრების მიმოხილვას უძღვნის. მნიშვნელოვანი იყო ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან იმ პერიოდისთვის ძალიან მცირე რაოდენობით იბეჭდებოდა ქართული პერიოდული გამოცემები საქართველოში. პირველივე ნომერში გაზეთის მოცემული არის ის განყოფილებები, რომელიც განსაზღვრავდა ამ გაზეთის პოლიტიკას, იბეჭდებოდა საქართველოსა და უცხოეთის შესახებ ახალი ინფორმაციები და იბეჭდებოდა პუბლიცისტიკა. გამოცემამ იმდროინდელი ქართული საზოგადოების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კითხოს გლობალურ აზროვნებას აჩვევდა. არსებობის 26 წლის მანძილზე გამოცემამ ისეთი მოაზროვნეები შემოიკრიბა, როგორებიც აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი არიან. იქნებოდა ქართული ლიტერატურა, თარგმანები, ბიბლიოგრაფია, სამართლებრივი ბაზები და სხვადასხვა განცხადებები. ეს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამოსცემლობა საზოგადოებასთან ერთად იბრძოდა გაზეთი ივერია ქართველი ხალხის თვითშეგნების ამაღლებას. მურვანყო, ჩინგისყაენი, თემურლენგი, ჯალალ მძინარე, ყველა წამკიდებია სისხლმილზეა მდინარე. ვაჟა ფშაველას ეს ნაწარმოები ცენზურამ დაიწუნა. გაზეთის შედგენიდან კითხულამდე ურთულეს გზას გადიოდა. ყველა სტატია თუ განცხადება რუსეთის ინტერესებს უნდა დამორჩილებოდა. ხშირად რედაქტორებს ნაშრომების ხელახლა დაწერა უხდებოდათ. ამგვარი ზეწოლის პირობებში მუშაობა უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ერსა და ეროვნულობაზე დაწერილი ნებისმიერი სტატია, ასევე ეკლესიებში ქართული წირვალობის აუცილებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციები, განათლების არასრულყოფასთან დაკავშირებული ინფორმაციები და ზოგადად ნებისმიერი ისეთი თემა, რომელიც საზოგადოებაში ეროვნულ თვითშეგნებას აამაღლებდა. ასეთი სტატიები რუსული ცენზურის მიერ საქართველოში იბლოკებოდა. ილია ჭავჭავაძე აღარ რედაქტორობდა ამ გაზეთს, ნელ-ნელა ინტერესი დაიკარგა მის მიმართ და ამანაც სავარაუდოდ გამოიწვია ფინანსური პრობლემები, რის გამოც საბოლოოდ გაზეთი 1906 წელს დაიხურა. იმაზე არავინ დაობს, რომ ივერიამ არსებობის 26 წლის განმავლობაში საუკუნის საქმე გააკეთა. დღეს მისი ფურცლები ეროვნული არქივის საკუთრებაა. კითხოს კი მისი წაკითხვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნებისმიერ დროს შეუძლია.